გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. მოგესალმებით ბატონ მიხეილ. მოგესალმებით ბატონო დავით, მიესალმებით პატრიოტულ მაყურებელს. სანამ დავიწყებთ ძირითად თემაზე, ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შესახებ და განვითარებულ მოვლენებზე საუბარს, ორიოდე სიტყვით შეგვიძლია შევეხოთ იმ მდგომარეობას, რომელიც ეხება რუსეთთან საქართველოს და რუსეთს შორის დიალოგის დაწყების მოთხოვნას და იმ ხელმოწერების შეგროვებას, რომელიც მიმდინარეობს საიტზე, Manifest G-ზე და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ პრობლემები აქვს შექმნილი ამ საიტს. ეს იმ დროს, როდესაც უკვე 46,000 ადამიანმა მოაწერა ხელი რუსეთთან დიალოგის დაწყებას. ბატონ მიხეილ, თქვენ უფრო მეტად ხართ ინფორმირებული იმ სირთულეებზე და ზოგადად ამ თემაზე, რასაც ქვია ხელმოწერების შეგროვება, თუ შეიძლება უფრო დეტალურად, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს ეს სიახლეები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მეორეჯერ მოხდა ის, რომ საიტი მთლიანად გათიშულია. ტემპი იყო ძალიან მაღალი და რაც ყველაზე მეტად გვახარებს მოსახლეობის განწყობა, მოწადინება, რომ ჩართულიყო ამ ხელმოწერებში არის ძალიან მაღალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს ფაქტი არ შეაჩერებს ამ ხელმოწერებს. ჩვენ დღეს უკვე რამდენიმე ასეული ხელმოწერა მივიღე უკვე ქაღალდზე დაფიქსირებული. ეს ხელმოწერები გრძელდება, რეგიონებში დარიგებული არის ჩვენი მეგობრების მიერ. რიგდება ძალიან ბევრს ვერ მივაწვინეთ სამწუხაროდ და ამაზე იმ კვირაში უკვე ვიმუშავებთ მთელი თავისი ჩაერთობა სხვა ჩვენი მეგობრები, სხვა აი პარტიების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელსაც ხელი მოაწერეს ამბასადორში აი ამ ინიციატივას და ამავდროულად აპირებთ ცალკე პლატფორმის გაკეთებას, ცალკე ხელმოწერების საიტის შექმნას, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს უკვე აი 46 გუშინ წინ იყო 46,700 ხელმოწერა, რაც დამერწმუნდა ძალიან დიდი რაოდენობაა და მე მსგავს აქტივობას ვერ ვიხსენებ. შეიქმნება ახალი საიტი, სადაც ის ადამიანები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ დარეგისტრირებულიდან მხარდაჭერა გამოეცხადათ ამ ინიციატივისთვის, უკვე გააგრძელებენ, ორშაბათს უკვე გვექნება ჩვენი საიტი გაშვებული და იქ გაგრძელდება ხელმოწერები. დაახლოებით ვარაუდობთ აგვისტოს დასაწყისში, აგვისტოს შუა პერიოდში ელექტრონულად 100,000-ზე მეც და ქაღ ბიულეტენზე ამავდროულად იგივე რაოდენობა, სადაც 200,000-მდე ხელმოწერა გვექნება და ეს 200,000 ხელმომწერი ეს ის ადამიანებია, რომლებიც ჩვენ და სასიხარულოდ და მათ საამაყოდ არ მალავენ თავიანთ პირად მონაცემებს, აფიქსირებენ თავიანთ პირად ნომერს, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაში და ხალხში არის აქტიურად გაანალიზებული და გაცნობიერებული აქვს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება დადგეს რუსეთთან ხელმოწერის, რუსეთთან დიალოგის არ დაწყების შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ყველა მათგანს, ვინც ჩართულია, ვინც ხელი მოაწერა, ვინც აქტიურობს, აი ჩემი მობილური, ჩვენი თანამშრომლების მობილური, პარტიის მობილური არ ჩერდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მობილურის ნომერს პარტიის, ეს არის 599 24 25 24 599 24 25 24 ამ ნომერს შეგიძლიათ ნებისმიერი კონსულტაცია მიიღოთ და ხშირ შემთხვევაში მე ვპასუხობ მაგ საშუალება. რატომ არის ეს საინტერესო? აი შექმნილ ვითარებაში დღეს რაც დაიწყო გუშინ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება ევროპაში, რუსეთთან დიალოგის ალტერნატივა უკვე პრაქტიკულად ალტერნატივა დიალოგს არ აქვს. ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, სამწუხაროდ განვითარდება მოვლენები საკმაოდ მძიმედ და ირანი ჩვენი მეზობელია 1200 კილომეტრი ამ მგონი თუ არ ვწდები და პრაქტიკულად რეგიონი არის აფეთქების ზღვარზე ამავდროულად მინდა აღვნიშნო ევროპის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დასავლეთმა ყოფილმა ნატოს ხელმძღვანელობა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა ანგლოსაქსებს ჩააგდეს ევროპა, ევროკავშირი უბრალოდ გამოვალ მდგომარეობაში. მათ სხვა გზა აღარ აქვთ, ისინი იძულებულები არიან ეხლა ბოლომდე შევიდნენ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში და ჩვენ ხედავთ, რომ თავდაცვის მინისტრი გერმანიის გუშინ ჩაფრინდა უკრაინაში და საუბარი არის საკმაოდ
დიდი რაოდენობით დახმარებაზე, რომელიც რა თქმა უნდა სამწუხაროდ ამ ტრაგედიას გააგრძელებს და 10,000-ობით ადამიანი, რომელიც იღუპება და სახით ჩრდება აი ამ უბედურებაში, გაგრძელდება. ანუ რის თქმა მინდა, სიტუაცია უკიდურესადაა გამწვავებული, სიტუაცია გამწვავებული არის ყველა მხარეს, ყველა მხრივ ჩვენ გარშემო და კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენ მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენ არავის არ ვაშინებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები და ეს მოვლენები რომ საქართველოზე აისახება და ღმერთმა ხნას რომ აისახოს ძალიან სუბუქად და ჩვენ გამოვიდეთ ნაკლები დანაკარგები და ნაკლები პრობლემებით, ეს ფაქტია. ეს ფაქტია რომ აისახება, მაგრამ აი როგორ აისახება, უკვე ნავთობმა მოიმატა 76 დოლარზე ავიდა ბარელის. დილით იყო 7-8%-ით გაიზარდა უკვე ნავთობის ფასი და ყოველი დღე ამ ომის რომელიც დაწყებულია უკვე პრაქტიკულად არ გამოუცხადებიათ ერთმანეთს, მაგრამ ის თავდასხმები რაცაა და ის დაბომბები აქეთკენ მიანიშნებს. ხო და თავად რო შევეხოთ ამ ფაქტს და მოვლენებს, როგორც განვითარდა ახლო აღმოსავლეთში, მართლაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება. თქვენ ბრძანეთ, რომ ომის გამოცხადებამდე, პრინციპში რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და პირდაპირ ამბობს ირანის მინისტრთა კაბინეტის წევრი, რომ ისრაელის დარტყმები ომის გამოცხადებაა. და თქვათ ისიც, რომ სახალმა გუშინ მიიტანა უპრეცედენტო იერიში 100-მდე გამანადგურებელი იყო ჩართული ირანის ტერიტორიაზე იერიშების მიტანაში და დაიბომბა ეს ცნობილი ბირთვული ობიექტი ნათანზის, სადაც მიმდინარეობდა ირანის გამდიდრება. ირანში არის კიდე არაერთი ასეთი ობიექტი, ისფაჰანშიც არის მსხვილ ქალაქებთან, თავად ნათანზი არის თეირანის სამხრეთით და თუ დავეყრდნობით ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ისრაელის ტელეეთერში გავიდა, ის პირდაპირ ამბობს, რომ სულ მოკლე დროში, რამდენიმე კვირაში სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ირანს ქონოდა უკვე 9 ბირთვული ბომბი, რომელიც მის ქვეყანას საფრთხეს პირდაპირ უქმნიდა. ხო, და ეს იერიშები სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ მოესპოთ ირანისთვის ამ ბომბის მოპოვების შესაძლებლობა. მაგრამ თავად ამ დაბომბვამდე და ირანზე განხორციელებულ შეტევამდე საინტერესო იყო ის მოვლენები, რაც ამას ყველაფერს წინ უძღოდა. მაყურებელმა რო იცოდეს, მიმდინარეობდა ირანულ დოსიეზე ამერიკულ-ირანული მოლაპარაკებები. და ირანი უკვე გამოვიდა ამ მოლაპარაკებებიდან. მეტიც ირანის ხელისუფლებამ თქვა, პირდაპირ განაცხადა, რომ ისრაელი ამას ისე არ დაიწყებდა ამ შეტევას, თუ არ ექნებოდა ამერიკელების მხარდაჭერა. თუმცა ტრამპი ტრამპია განაცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისრაელი განახორციელებდა ამ დარტყმებს, ამიტომაც მოხდა რამდენიმე დღით ადრე იქ ამერიკული კონტინგენტის გადაადგილება. მაგრამ ტრამპი ამბობს, რომ უშუალოდ ჩვენი მხარდაჭერა ან რაიმე სანქცია და ჩვენი მწვანე შუქი ისრაელს არ ქონია ამაზეო. უბრალოდ ჩამაყენეს მე საქმის კურსში. მაგრამ შედეგი ამ ეტაპზე ირანისთვის მართლაც არასახარბიელოა იმ თვალსაზრისით, რომ რა ინფორმაციებიც ვრცელდება სააგენტოების მიერ, ფაქტობრივად ამ დარტყმების შედეგად მთელი მართველი ირანის რევოლუციური ძალების ეს გუშახთა კორპუსის ხელმძღვანელობა ამოწყვიტეს ფაქტობრივად და გარდა ამ ცახალის საჰაერო დარტყმებისა ისრაელის სპეცსამსახურებმა, უშუალოდ მოსადმა განახორციელა ეს საიდუმლო ოპერაცია, რომელიც როგორც ირკვევა წლების განმავლობაში იყო დაგეგმილი. ანუ უშუალოდ ირანის სიღრმეში მომზადებული იყო პლაცდარმი იქ ამ უპილოტო საფრენი თვითმფრინავების, ასევე ზუსტი წერტილოვანი დარტყმებისთვის შემზადება იმ ტერიტორიების, რომელიც მოახდენდა ირანის საჰაერო სისტემების გაუნებელყოფას და ამის უზრუნველყოფას, რომ მინიმუმამდე ყოფილიყო შემცირებული ირანის საპასუხო ზომები ამ დარტყმებზე. ჩვენ ერთადერთი ის დაგვრჩენია დაველოდოთ რა საპასუხო ზომები ექნება ირანს, თუმცა
აიათოლა ხომეინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება და ის განწყობები ცნობილია ახლა ირანულ პრესასაც გავეცანი მე გუშინ ეს ოფიციალური სააგენტოები რაც არის ის ირნა და ისნა ისინი პირდაპირ დებენ განცხადებებს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ისინი ეძახიან დიდ სატანას ხოლო ისრაელს ეძახიან პატარა სატანას ხო და ნუ იქ რა თქმა უნდა ნათქვამია რომ ალლაჰის ნებით ეს ყველაფერი ჩვენს მიერ გამარჯვებით დასრულდებაო და პირობას დებენ რომ აუცილებელი და მწვავე და საკმაოდ მგრძნობიარე იქნება ისრაელის მიმართ შეტევა ირანის ძალების და ბატონო მიხეილ კითხვას რო დაუბრუნდეთ თქვენ პრინციპში მიანიშნეთ იმ პრობლემის წინაშე რის წინაშე შეიძლება ჩვენ დავდგეთ საქართველოს ახლა უშუალოდ ჩვენ არ მგონია რაიმე საომარი მოქმედებების შეგვეხოს, მაგრამ ირიბულად შეგვეხება. ირანში ცხოვრობს 80 მილიონზე მეტი მოსახლე. და თქვენ სწორი ბრძანეთ დაახლოებით 1200 კილომეტრია უფრო პირდაპირ გეოგრაფიული ვექტორი რო გავავლოთ სომხეთზე, ხა აი მეღრიდან პირდაპირ ირანში გადადიან უფრო ნაკლები. 500 კილომეტრი ძალიან ახლო მანძილზე არიან. დევნილთა დიდი ნაკადი არის მოსალოდნელი, რომელსაც დიდი ალბათობით გზას გაუხსნის როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი. და საბოლოოდ ისინი აღმოჩნდებიან საქართველოში. დევნილთა ნაკადი ეს არის ერთი უმძიმესი იმ ფონზე რა მდგომარეობას დღეს არის საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა და ჩვენ ხედავთ ტოლვილთა უფრო შევიტანდი შესაძლებლობა ტოლვილები იქნებიან ესენი იმ დემოგრაფიულ მდგომარეობას და იმ გაზრდილი უკვე თვალშისაცემად გაზრდილი უცხოელების შემოდინებაზე ახლო აღმოსავლეთიდან აზიის ქვეყნებიდან აფრიკის ქვეყნებიდან უკვე თვალნათლივ ჩანს და ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით რომ ეს არის საფრთხის შემცველი თუმცა ბატონებო გამეორდები ჩვენ ხო გვინდოდა ევროკავშირი ჩვენ ხო გვინდა ევროპა აი ვისაც გინდათ ევროპა და ვისაც გინდოდათ ევროპა რომელიც დასრულებული ევროკავშირი და ამაზე ხო მოდით ნუ ვიკამათებთ აი იმ ევროკავშირის დომის გამო ჰიპოთეტურად რომ ოდესღაც გავხდებოდა გუშინ ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვცინა ქართველებს რომ თქვენ ოდესღაც გახდებით ევროკავშირის წევრებიო ეს სწორედ ამ ევროკავშირის წევრობისკენ ასე ვთქვათ მიმავალ გზაზე საჭირო იყო ისეთ კონვენციებზე შეერთება, ისეთ კანონებზე მიერთება და ხელის მოწერა და მიღება, რომელიც უბრალოდ აი ამ თავისუფალ შემოდინებას უწყობს ხელს. ხო გვინდოდა ეს? ხო გინდოდათ ეს ბატონებო? მაშინ უნდა გადაიხადო ამის ფასი. ისევე როგორც გადაიხადა გერმანია, როგორც იხდის დღემდე როგორც იქნის ევროპის წამყვანი ქვეყნები და ჩვენ გახსოვს რამდენიმე წლის წინ როგორ ჯგუფ-ჯგუფად ორგანიზებულად ათეულებად, 20-ეულებად, 100-ეულებად დაყოფილი 18-დან 30 წლამდე, 35 წლამდე ახალგაზრდები ხალხს უსმენ თავისი ჯგუფის ხელმძღვანელებით, შეიარაღებული მობილურებით და ასე შემდეგ, ყოველგვარი საბუთების გარეშე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადადიოდნენ ევროპის ტერიტორიაზე. ახლა ჩვენ რომ მოვიდომოთ ბატონო დავით, მე და თქვენ ევროპის რომელიმე სამი ქვეყნის გავლა პასპორტის გარეშე. ან თუნდაც იმ პასპორტით, რომელიც ჩვენ აგვაქვს, მე ეჭვმეპარება, რომ სადღაც სერიოზული პრობლემა შეგვექნება. მათ ეს პრობლემა არ ექნებოდათ. და ჩვენ ხედავთ იმ დემოგრაფიულ კატასტროფას, რომელიც ევროპაშია დღეს. ევროპას თავისი ჯერჯერობით ევროკავშირის ქვეყნებს თავისი ეკონომიკური პოტენციალი კიდე აქვს, ჩვენთან შედარებით რაზეა საუბარი, თუმცა გუშინ დავწერე Facebook-ზე გამოვაქვეყნე, რამდენი ტრილიონი დოლარები აქვს უკვე შიდა თუ საგარეო ვალი, მათ შორის ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთს და ასე შემდეგ. ანუ აი ეს ნაკადი ღმერთო დაიფაროს გაგრძელდეს ეს რამდენიმე დღე, ეს ნაკადი წამოვა საქართველოზე. და ეს არ იქნება დალხენილი ის ხალხი, რომლებიც დღეს შემოდიან და უშუალოდ ოჯახებით შემოდიან, შვილებით, მშობლებით და ასე შემდეგ. ეს ხალხი იქნება საკმაოდ გამწარებული, საკმაოდ აგრესიული და სავარაუდოდ ის კონვენციები, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და შეუერთდით როგორც ევროკავშირის მოტრფიალე და როგორ გითხრათ, მომლოდინე, მათხოვრულად მომლოდინე ქვეყანა იძულებულები ვიქნებით მათ შეუქმნათ გარკვეული პირობები, როცა ჩვენ თავად 300,000-ზე მეტი ტოლული ყავს და ჯერ ჩვენი ტოლულების დაბინავების და მათი ბინებით უზრუნველყოფის და ღირსეული სამსახურის პრობლემა არ აქვს მოგვარებული. ეხლა ვნახოთ რატო ვამბობდით ჩვენ რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა. მე არ ვიცი ისტორიკოსები და
პოლიტიკოსები მესამე მსოფლიო ომის დაწყების დღეს რა ჩაითვლება ეს დღევანდელი გუშინდელი ცოტა წინა პერიოდის კონფლიქტები და სისხლისღვრა თუ კიდე რაღაცა არის ესეთი მოსახდენი რომელიც საიდანაც დავიწყებთ ათვლას როგორც 2019 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ათვლა ფაქტია რომ ომის გარეშე დიდი ომის გარეშე მსოფლიო ახალი გადანაწილება სამწუხაროდ ვერ და არ მოხდება ეს ისტორიული გამოცდილება არის ეს ისტორიული ცოდნაა და პირველი მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომი ეს იყო დაწყებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე საბჭოთა კავშირის დაშლა გარკვეულწილად 30 წელი მისცა საშუალება კაპიტალისტური სისტემის გრევის გადავადებას და ათვისებული იყო აი ეს რესურსი რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო ტრილიონობით დოლარი შეავიღოთ ეს მონაცემები რომელმაც გაუხანგძლება მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს რომელსაც მეგონი 34 ტრილიონზე ან რაღაც კოსმიური ციფრებია გაუხანგძლება არსებობა და ევროკავშირის მისცა საშუალება შექმნილიყო პირველ რიგში ევროკავშირი და შემდეგ მათ ჰქონდათ კარგი ცხოვრების დონე დღესაც ისე როგორც პირველი მსოფლიო და მეორე მსოფლიო ომის დროს ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი რომლის გადაჭრაც შეუძლებელი არის დიდი მსოფლიო დაპირისპირების დიდი ქვეყნების დაპირისპირების გარეშე თუმცა ჩვენ ხედავთ რომ პროქსი ომების მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს არ ჩაერთოს ასევე სხვა დიდი ქვეყნები ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მაქვს ხედველობაში გაერთიანებული სამეფო და აი ესეთი პატარ-პატარა ქვეყნების თუ პატარ-პატარა 80 მილიონი ქვეყანა და საკმაოდ განვითარებული ისრაელი რომელსაც არა მარტო ლობი არამედ საკმაოდ თანამედროვე ტექნიკა აქვს და კარგი შეიარაღება აქვს ჩაერთვებიან ამ ომში ხო რაც შეეხება ევროპა ვერც ევროპა დარჩება აი ამ ომის მიღმა ჩვენ ვიცით რომ თურქეთს ნატოს ქვეყნებში პირველი შეიარაღება ყავს სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ ბრძოლის უნარიანი და მეორე რიცხოვნობით მოდის პოლონეთი 70000 ყავს დიდ ბრიტანეთს სამხედრო ძალები რომელიც თვლიდა რომ მას არასოდეს არ დაჭირდებოდა თავისი სამხედრო ძალების გამოყენება რადგანაც იყო ისეთი ქვეყნები რომელსაც ისინი უბრძანებდნენ და თავის გავლენის ქვეშ ამყოფებდნენ თავის დროზე ეხლაც და ისინი იომებდნენ ისინი ამოიღებდნენ ასე ვთქვათ დაკვერჩხალს კოცონიდან და მიართვევდნენ თავიანთ ბატონებს ამიტომ ომი სამწუხაროდ გარდაუვალია და გარდაუვალი არ არის ისიც რომ აი ამ გაცხელებულ თავზე ვინმე გამოიყენოს პირველ ეტაპზე ალბათ ტაქტიკური ბირთვული იარაღი რომის გამოყენების ყველა წინაპირობას უქმნიან დღეს რუსეთს. ანუ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი და მერე რომ მთელი მსოფლიო შეესიოს როგორც ბირთვული იარაღის გამოყენებელ ქვეყანას. და ეს ტაურუსების გადაცემა უკრაინამ გააკეთა განცხადება, რომ უკვე მათ დაიწყეს ტაურუსების წარმოება, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამა სიმართლეს, ну ჩატანილია ტაურუსები, შეუცვლიან რაღაც ვიზუალურად დაარტყავენ შტაბ-შტოს უკრაინაში გაკეთება. ეს ტექნოლოგია არის. ფაქტია, რომ უბრალოდ პასუხისგებლობის აცილებების მცდელობა იქნება. ხო, რომ ეს უკრაინული ნაწარმია და თუმცა იმასაც დავძენ, რომ უკრაინას უდიდესი სამხედრო პოტენციალი ჰქონდა, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის უდიდესი პოტენციალი ჰქონდა. და უკრაინა რო განვითარებული იყო ისე როგორც დარჩა საბჭოთა კავშირის შემდეგ, მას არამედ ტაურუსების კი არა, ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის ათვისება შეელო და გამოყენება შეელო. ეხლა ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენი თავარი ამოცანა დღეს ისევ ხელისუფლების თავარი ამოცანად რჩება მშვიდობის შენარჩუნება. მაგრამ თუ დააკვირდებით ეს ოპოზიციური ძალები საქართველოში დიახ. იმის პარალელურად აქტიურდებიან თუ როგორ ვითარდება მოვლენები გნებავთ იგივე ახლო აღმოსავლეთში. ხო, აი ჩვენ ნახეთ და რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას, აი წარმოიდგინეთ
აქ მთელი ეს კითხვები ირანის მიმართ ისრაელის დარტყმებისა გაჩნდა იმიტომ რომ ის მოლაპარაკებები რომელიც მიმდინარეობდა ომანში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ამ ბირთვულ დოსიესთან დაკავშირებით იქ უკვე კონსენსუსი იყო თითქმის მიღწეული მთელ რიგ საკითხებზე რომ ცნობილია სხვათა შორის რუსეთმაც დაუჭირა მხარი ტრამპის ადმინისტრაციას იმაში რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი და ყველაფერი ვითარდებოდა ისე რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არა მარტო მეზობელ ქვეყნებში ანუ პარტნიორ ქვეყნებს ეკნებოდათ არაბულ სამყაროში მთელი რიგი კომპონენტების წარმოების უფლება, რათა ირანს ქონოდა მშვიდობიანი ბირთვული ატომი. ასე ვთქვათ, ეს მშვიდობიანი ატომი, ეს იქნებოდა ენერგეტიკის თვალსაზრისით თუ ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ეს ამერიკა ირანის მოლაპარაკებები ომანში ისრაელმა აი ასე ქირურგიულად ჩააგდო. და ახლა დადგა მეორე საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ვრცელ განცხადებას გმობს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშს ამბობს იმასაც რომ გაეროს წესდების დარღვევით მოხდა ეს ყველაფერი ვინაიდან იქ მოხდა შეტევა აგრეთვე მშვიდობიან მოსახლეობაზე სულ ახალ-ახალი ცნობა არის ირანული მედიის მიერ ეს არის ნორნიუსი 78 მშვიდობიანი მოქალაქე თეირანის მცხოვრები, ანუ თეირანი, ირანის დედაქალაქი, აი თბილისი წარმოიდგინეთ. და რო ჩამოვარდეს რაღაცა, ანუ ეს ბომბი და 78 თბილისელი რო ემსხვერპლოს. პირობითად, ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ თეირანის 78 მოქალაქე ემსხვერპლა აი გუშინდელ აი მცახალის დარტყმებს. ხო, ანუ ესეთი რთული ვითარებაა და ამან წარმოშვა სწორედ ეს კითხვები რომ რატომ დადგა ისრაელი იმის აუცილებლობის წინაშე რომ ახლა მიეტანა ეს დარტყმები ირანზე. ეს ხომ არ არის იმის ნიშანი რომ აი ის თუნდაც ის deep state და ჩვენ ვიცით რომ ახლა პირდაპირ თქვათ თუ კი შტატებში სომხური ლობი მეორეა სიდიდით პირველი ებრაული ლობია. მეორე და ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ახლა ტრამპს რაღაც რიგ საკითხებში პრობლემები ექმნება, თუნდაც ის რაც ხდება იქ შტატებში. რომ ნაციონალური გვარდიის გამოყვანა მოუწია ტრამპს და მთელი რიგი საკითხები მოუგვარებელი აქვს. და ახლა უცებ აქ ახლო აღმოსავლეთში იფეთქა კიდე ერთმა ამბავმა, როდესაც ის ცდილობდა 100 დღეში მოეგვარებინა უკრაინული პრობლემა და ეს არ გამოდის. და წარმოიდგინეთ ახლა ირანში თუ რეგიონში ომი გაჩაღდა, რამდენ რეგიონალურ პროექტს და გეგმას ექმნება პრობლემები. მეორე ფრონტი გახსნილია. ანუ ამით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ფრონტი დასავლეთმა მოახერხა გაიხსნა ისრაელის და ირანის აი ამ ბედურების, რაც დაიწყო გუშინ დახმარებით. და ეს რუსეთისთვისაც პრობლემის შემქმნელია გარკვეულწილად ჩვენ კოლეგები დღეს სტილით საუბრობდით, რომ ანუ რუსეთსაც მოუწევს საკმაოდ სერიოზული ყურადღება დაუთმოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, არა მარტო ყურადღება და ინტელექტუალური ძალების გამიჯვნა და გაფანტვა, ასე ვთქვათ, არამედ სამხედრო სტრატეგიის და სამხედრო რესურსების გარკვეულწილად მობილიზება არავინ არ ვიცით ვის გადაედება რა რომელ ქვეყნებს გადაედება ეს დაწყებული უბედურება და ვინ იქნება ჩათრეული ყველა შეესწება დღეს ამერიკის შეერთებული შტატები კი ბატონო გაჩუმებული არის ტრამპს ვლადიმერ პუტინმა ის კომფორტიც კი შეუქმნა სატელეფონო საუბარში რომ პირდაპირ არ დაადანაშაულა და არ უთხრა რომ თქვენ ამის შესახებ იცოდით მე აეროდრომებზე შეტევა მაქვს ხედველობაში და გარკვეულწილად ნამუსი მოწმინდა ესე რომ ვთქვათ და რომ იცის რა რომ დღეს ტრამპის ხელისუფლების იქ და ტრამპის გადაყენება და იმპიჩმენტი გამოიწვევს ძალიან ძლიერ მდგომარეობას, იმიტომ რომ ღმერთმა იცის იქ რა ძალები აღმოჩნდებიან ხელისუფლებაში, აი ეს deep state იქნება თუ სამხედროები და არც კალიფორნიის პროცესები მეჩვენება მე. და ასევე ის მომენტია საინტერესო უბრალოდ არ დამავიწყდეს რომ თავად ისრაელის მთავრობის ვოტუმის ანუ ნდობის გაგრძელებაზე იყო გუშინ ქნესეთშიც იყო და ნუ ისრაელის მთავრობის უფლებამოსილების გაგრძელებაზე იყო საუბარი და ოპოზიცია წინააღმდეგი წავიდა. და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ნეთანიაჰუმ ეს დარტყმა განახორციელება. ძალიან ბევრი. პრინციპში, როდესაც შიგნით ქვეყნის ხელისუფლებას მეტნაკლებად პრობლემები აქვს, აი ლიდერები მაშინ იწყებენ ხოლმე საგარეო მიმართულებით, სადმე აი ასეთი პრობლემური წერტილების მოგვარებას. ანუ ამ შემთხვევაში ირანზე. როგორც ბოროტიანები ამბობენ, ნეთანიაჰუს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს
ეს დაწყებული ღაზა სექტორში ოპერაციის შემდეგ და აი ეს ღაზა სექტორის ოპერაცია იყო ის საშუალება, რომელთაც ალბათ მას უხანგრძლივებდა ხელისუფლებაში ყოფნას და დღეს მით უმეტეს რასაც თქვენ ბრძანებთ და მე გეთანხმებით ეს პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ისრაელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დახურა თავის საელჩო, გაზრდილია ტერორისტული საფრთხე, მთელ მსოფლიოში გაიზარდა ტერორისტული საფრთხე, რამე თუ გამოცხადდა და სავარაუდოდ შეიძლება გამოცხადდეს ჯიხადი, წმინდა ომი გამოაცხადონ ირანელებმა, იქ რომელ ქვეყანაში, რომელ ობიექტზე, რომელ შენობაზე იქნება შეტევა მიტანილი, არავინ არ ვიცით, ხო? სამწუხარო რეალობაა. დღეს ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, რომლის უკან შემოbrunები შეიძლება წითელი ხაზი კიდე იყოს ამ წითელ ხაზამდე რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ თუ წითელი ხაზი გადაილახა, მერე ამ პროცესს ვერავინ უკან ვერ შემოატრიალებს და საიდანაც დავიწყეთ საუბარი ბატონ დავით, ჩვენ გვექნება მესამე მსოფლიო ომი. ახლა ვარაუდი გავაკეთოთ. ეს იქნება მცირე ბირთვული შეტევები, ტაქტიკური იარაღის გამოყენება თუ ღმერთად დაიფაროს ის ბირთვული იარაღი, რომელიც დედამიწის ძალიან დიდ ნაწილს და მოსახლეობის ძალიან დიდ კიდევ ერთი მომენტია, ისრაელმა შეიძლება თუ უკიდურესად გამწვავდება, ანუ პრინციპში ომია. ხლა იქ კი ამბობენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამას არ აქვს გრძელვადიანი, ანუ მოკლევადიანი ქირურგიული ჩარევა დაარქვეს ამას. მაგრამ თუ კი უფრო მეტად გამწვავდა ვითარება ირანთან, ისრაელი არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს, რომელიც მის არსენალში არის. თუ დაჭირდა მავანს, ვინც უნდა მსოფლიო მერე გადაანაწილოს და ახალი ენერგომატარებლიდან დაწყებული ის რესურსები, რომელიც დღეს რუსეთს აქვს, ისევ მიითვისოს, იმიტომ რომ სხვა შანსი ჩვენ ვისაუბრეთ ევროპაზე, ხო? ევროპას სხვა შანსი არ აქვს დღეს თუ არა რუსეთის ის ნედლეული, რომელიც რუსეთის მიწაშია და რუსეთის საკუთრება, მას დაეპატრონო. ანუ შევდივართ ეკონომიკურ, პოლიტიკურ უმწოვეს კრიზისში, საიდანაც გამოსავალი იქნება გამარჯვებულის ნება. აი ეს მერე გამარჯვებულები როგორ რაც გადაინაწილებენ და რა მოხდება და საერთოდ კაცობრიობა რა მდგომარეობაში იქნება, ახლა არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ყველა სცენარი ჩვენ უნდა გავსაზღვროთ პირველ რიგში საქართველოს ინტერესებიდან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. ძალიან ახლოს არის ომი, ასევე ჩვენ გვყავს 100,000-ობით ქართველი ებრაელი, რომელიც საქართველოს არის წასული და ისინი თავის დღესაც თვლიან ქართველ ებრაელებად, ალბათ ეს ფენომენია, სხვა საუბრო თემა არის. მე არ მათ ნაწილის დაბრუნებას არ გამოვრიცხავ საქართველოში. ანუ საქართველოს დღეს აქვს უმძიმესი მდგომარეობა იმ კუთხით, რომ აი თქვენ დაიწყეთ საუბარი და გავაგრძელებ. უცბად დაძაბა ოპოზიციამ აქ ვითარება. უცბად დაძაბეს, თითქოს ხელის ერთი აქნევით ხდება ეს და ერთი დირიჟორი ყავს ამ საქმეს. ისინი დღეს გვარამია მივიდა თავის ფეხით მივიდა თავის პიარი გაიკეთა იქ, ჩაжდა ახლა ეგ მირია იქ მელიაზის, იქ კიდე სხვებსაც დააკავებენ, იქ 4,000 ლარიანი ჯარიმების გამოწერა ხდება შეურაცხყოფაზე, წყევლაკრულვაზე თუ გინებაზე, მაგი მეორე საკითხია. ანუ მუხტი, დუღილის მუხტი. სამწუხაროდ შეუძლიათ რომ აწიონ და ჩვენ ვთქვით რომ ჩვენ რუბიკონი გადალახული არა გვაქვს. იმიტომ რომ დასავლეთი ბრიტანეთი ბოლომდე შეესწება საქართველოში იმის გაკეთებას, რაც თქვენ მრავალი წელია უნდა და სურს, ხო? და ამას ყველაფერს ემატება საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში და ახლა ეს ნავთობის ფასის გაზრდა ჩვენ ხო ვიცით თუ რავე მოიმატა, მე ეს უკან ფასი აღარ იკლებს და არ უბრუნდება რაღაც ნიშნულს, ხო? აღმოჩნდებით ეკონომიკურ პოლიტიკურ კრიზისში, რომლის გამოხტვასაც მე არ ვიცი როგორ მოვახერხებთ, კიდევ ერთხელ მეორე პინგ-პონგზე თუ ჩვენ 1000-ობით ტოლული წამოვიდა ირანიდან, მარტო ირანიდან არა. არ არის გამორიცხული სხვა ქვეყნებიდან წამოვიდნენ. ანუ საბაბი იმისი რომ საქართველოში მოხდეს კიდევ უფრო მეტი უცხოტომელის და უცხოელის შემოდინება, აი გახსნილია პანდორას ყუთი. ჩვენ ვთქვით გადაცემამდე, პანდორას ყუთი გახსნილია და ახლა ამ პანდორას ყუთში რამდენი ამოვა და ჯაჭვური რეაქცია როგორ იქნება, ჩვენ არავინ არ ვიცით. ბრიტანეთის და დასავლეთის თავარი ამოცანა კიდევ მოდით გავაანალიზოთ რა არის.
ეს არის რუსეთის საბოლოო დამარცხება და უკვე მესამეჯერ აი ამდენი ერთი საუკუნის განმავლობაში ცოტა მეტი გერმანიამ ისევ გამოთქვა სურვილი გახდეს აი ეს ლოკომოტივი რომელიც წამოვა მე ძლავრად წამოვა რუსეთის წინააღმდეგ და დაანჩენი ვინც ჩაებმება ვინც არ ჩაებმება და მაინც აღმოჩნდება ამ დიდ ომში და ისევ დაუბრუნდეთ რიბკოვის ჩემს საყვარელ ულტიმატუმს სადაც აი ეს ომი უკვე იქ წინასწარ იყო გათვლილი იმიტომ კი რუსეთს ეს უნდათ უბრალოდ რუსეთის დიპლომატიამ ძალიან კარგად იცოდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის ადმინისტრაცია წინა ადმინისტრაცია რა თქმა უნდა აღმოსავლეთ ევროპას არ დატოვებდა ნატოს ინფრასტრუქტურის გარეშე, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციაზე გარკვეული იმედები იყო, არის და ალბათ შეიძლება კიდევ იყოს, იმიტომ რომ ნატოს ქვეყნები, რომლებსაც 5%-ზე აეწიათ ВВП-ს, ანუ შიდა პროდუქტის 5% საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალია და მე არ გამოვიწყავ, რამდენიმე ქვეყანა მოარი თქვას ამაზე და ამით ავტომატურად შეიძლება დეტალები არ ვიცი, როგორ არის ნატოს წესდებაში. შეიძლება რამდენიმე ქვეყნიდან მოხდეს აი ამ ბირთვული ამ ნატოს ინფრასტრუქტურის გაყვანა. ეს არის იდეალური ვარიანტი. რომელსაც მე სიმართლე გითხრათ ეჭვმეპარება არასოდეს დასავლეთი თავისი ნებით არ გასულა თუ იგი არ გააგდეს დაწყებული ნაპოლეონი და დამთავრებული დღევანდელ დღემდე. ძალიან ნიშანდობლივი იყო გუშინ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება რომ ისტორია გაიხსენა, ნაპოლეონი გაიხსენა, ადოლფ გიტლერი გაიხსენა და თქვა რომ ჩვენ ორივე დავამარცხეთო. ორივე დავამარცხა არა მარტო პიროვნულად რუსეთმა, როგორც ერთი სახელი და გვარი, ან ერთი ქვეყანა. რუსეთმა დავამარცხა კოალიცია, გაერთიანებული კოალიცია ნაპოლეონის და საფრანგეთის თამადობით და გაერთიანებული კოალიცია ფაშისტური გერმანიის თამადობით. ანუ რუსეთი მივიდა იგივე ზღვარზე და რაღა ამას რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რა თქმა უნდა, მას გაცნობიერებული აქვს, გასიზრდებული აქვს ეს ყველაფერი მის ხელისუფლებას და რაც თავარია რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე თუ მზად არ არის, ემზადება იმისთვის, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან ჩაებმება. თავარი ამოცანა ორივე მსოფლიო ომის ეს იყო რუსეთი და რუსეთის დაპატრონება. ჩვენი მდგომარეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მდგომარეობა აი როგორ აღიხარ მინდა ახლა ძალიან ცეთი ვიყო. საათებზეა საუბარი, შეიძლება დღეებზეა საუბარი, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამონახოს თავის თავში ძალა და ყოველ შემთხვევაში შეეხმიანოს ეს ხელისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, კულუარულად შეიძლება შეხმიანებები არის, მაგრამ აი ამ ფონზე როდესაც რეგიონი არის ფეთქებადი, ჩვენ გვჭირდება გარანტია და ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ბატონო დავით, რომ რეგიონში ჩვენი მშვიდობის გარანტი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. და მსოფლიოს მშვიდობის გარანტი და ბირთვული კატასტროფის თავდანაწილების ერთადერთი ორი ქვეყანა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ნუ აი ამ პარადიგმაში ვართ ახლა ჩვენ მოქცეულები, როდესაც ჩვენ გვჭირდება რეალურად რაღაც რომ მოხდეს, ვის მივმართოთ. ამერიკის შეერთებული შტატების შორს არის, პლუს იმას რომ ელჩი რაღაცა მოულოდნელად, სუბუხად რო თქვა, გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ივლისის დასაწყისამდე მე მგონი კიდე იქნება ქვეყანაში და გვჭირდება გარანტიები. ჩვენ გვჭირდება სამშვიდობო გარანტიები, იმიტომ რომ არც აზერბაიჯან და სომხეთთან მიმართებაში მე გამოთქვა ვერც რომ შეიძლება იქაც დაიძაბოს სიტუაცია, აი ამ ფონზე ამან გამშვების ფუნქცია მიანიჭოს კავკასიაში. ვინაიდან ერდოღანს, ახლა ერდოღანმა საკმაოდ წვავე განცხადება გააკეთა ისრაელის საწინააღმდეგო განცხადება ის მიმართ, რომ ეს იყო უგუნური გადაწყვეტილება, რაც ისრაელმა განახორციელა ირანის მიმართ და რამდენიმე წახნაგოვანი ან მთელი კომპონენტებისგან შედგება ეს. აი ჩვენ თქვით ამ ტოლვილების ვარიანტიც განვიხილეთ, ხო? თუ თქვათ მოვაწყდა 80 მილიონიდან რამდენიმე მილიონი ჩრდილოეთს, აზერბაიჯანს არ აქვს მარტივი ურთიერთობა ირანთან, იმიტომ რომ ირანში საკმაოდ დიდი წრეებია, რომლებიც მიიჩნევენ აზერბაიჯანს საერთოდ მათ ისტორიულ ტერიტორიად. აზერბაიჯანს პირიქით გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯერ კიდე საბჭოთა ხელისუფლების დასაწყისში გაღვივებული ჰქონდა ასეთი განცდა, რომ პირიქით
ირანის ჩრდილოეთი პროვინციები აზერბაიჯანის ტერიტორიებია. ნუ ასეც ეძახიან იქ ჩრდილოეთ აზერბაიჯანს, ესა მსხვილი ქალაქი თავრიზი, რომელიც გუშინ ისრაელის მიერ ასევე იქნა დაბომბილი, იქ არსებული ობიექტები. და ამ ერდოღანის განცხადებიდან გამომდინარე წარმოიდგინეთ მოდის უამრავი ეს ირანელი ლტოლვილი და უცებ იხსნება აგერ ვალესთან საზღვარი ანუ ირანული მხრიდან და იხსნება წითელ ხიდთან აზერბაიჯანის მხრიდან საზღვარი და ეს ლტოლვილები ამოდიან და თურქეთიც და აზერბაიჯანიც ამბობენ იცით რა ქართველო მეგობრებო ჩვენ აქ საზღვარი უნდა ვაკონტროლოთ და ბუფერი გვჭირდება და უნდა ამოვიწიოთ ზემოთ აგერ სადმე ვიდრე აი ეს ხიდი ჟუანია რო გადადიოდა ასლანაბაშიძის დამხობის დროს. კი ბატონო. და ჩოლოქი. ჩოლოქთან უნდა დავდგეთ. თურქებმა შეიძლება სიტყვაზე პირობითად აი ხო აი პირობითად კი პირობითად იგივე აზერბაიჯანმა რო თქვენ გახსოვთ აქ პრობლემა რო ქონდათ საზღვარზე ჩვენ რატო გადმოვწიეთ რატო გვინდოდა აქ სტრატეგიული სიმაღლეები რო რუსთავს უყუროთ. სომხები? ნუ სომხები კიდე ისეთი მომენტია ახლა სომხები მაგალითად ასევე გმობენ არც არის გასაკვირი ისრაელის თავდასხმა ეს ბოლო დარტყმები ირანზე სომხეთმა დაგმო. მაგრამ სომხეთშიც ამ ეტაპზე აი პარალელურად აი ამ მოვლენებისა იქაც კონფლიქტი ღვივდება. პროდასავლური მენტალობის მქონე პირველი პრეზიდენტი ტერპეტროსიანი რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა დასავლეთთან დაახლოება საბჭოთა კავშირი რო იშლებოდა. მიაღწია კიდევაც. ხო მწვავეთ აკრიტიკებს პაშინიანს, რომელიც ახლა პირდაპირ პარტნიორი არის ევროკავშირის. თუმცა ბატონო და ღვთისმგმობელიც კი უწოდა. თუმცა ახლა ვაკვირდები ამ სომხურ მედიას ვათვალიერებ. ბატონო დავით, თუმცა ტერპეტროსიანმა ისიც მოახერხა, რომ ამ რუსული ლობის, სომხური ლობის მეშვეობით გამოეთხოვა იმაზე რა ქვია დაშლის შემდეგ უკვე ობამას პერიოდში გამოეთხოვა კლინტონის ბოდიში ობამა კლინტონის პერიოდში გამოეთხოვა ის რომ რუსეთთან ქონდა კარგი ეკონომიკური ურთიერთობა. ანუ ამას ემატება იქ გარეგინ მეორესთან დაკავშირებით არასასიამოვნო სიტუაცია ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა სამეზობლოში მსგავსი პრობლემა წამოიჭრება, გინდა თუ არ გინდა, შენს გეხება, იმიტომ რომ 100,000-ობით ჩვენი სომეხი ეროვნების მოქალაქე გვყავს და ეს ძალიან სენსიტიური საკითხებს ვეხებით ახლა, მაგრამ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან ჩვენზე აისახება და ეს დუღილი სწორედ პარალელურ რეჟიმში მთელ რეგიონში ხდება. კი ბატონო. უბრალოდ ჯერ პოლიტიკურ დონეზე. თქვენ აზერბაიჯანი თურქეთი ახსენეთ, იქ ამოიწევსო დაუშვათ ჩოლოქისებით, ცოტა ამოიწევსო. მოდით რუსეთის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. თუ მოხდა კონფლიქტის ესკალაცია, მაშინ რუსეთსაც ექნება გარკვეული პრეტენზიები მასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა გარკვეული ტერიტორია გამოიყენოს საქართველოსი ან მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც მოახდენს თავისი მოქალაქეების გარკვეული კი არა, ბატონო მიხეილ. არა, მე ძალიან სუბუქაცო, ხო და უფრო სუბუქად კი არა, უფრო მეტი კონკრეტიკა რო შევიტანოთ, ეხლა მე რატო ვახსენე, თქვათ ეს ჩოლოქი და აჭარის ავტონომიას თურქეთი როგორც სახელმწიფო არის მისი უსაფრთხოების გარანტი ყარსის ხელშეკრულებით და მარტო თურქეთი კი არ არის იმ ყარსის ხელშეკრულებაში აგრეთვე გარანტი აჭარის ავტონომიის არის რუსეთის ფედერაცია. ხო, აი ამაშია საქმე, თო ეხლა იქ საკმაო ინვესტიციები რუსების მხრიდანაც ხორციელდება, ან რუსული მშენებლობებიც არის იქ, ან საკმაოდ მსხვილი ინვესტორები, როგორც სააკაშვილის დროს თურქები შემოიყვანა და დაურიგა უამრავ თურქს. თურქეთის მოქალაქეობა იქ 90,000 აღწევს თუ არ ვცდები ასეთი მოქალაქეები, თურქები, რომლებსაც საქართველოს მოწმობებიც აქვთ, ეხლა რუსებს არა აქვთ, თუმცა რუსები აქტიურად ყიდულობენ იქ უძრავ ქონებას. და ახლაც ხდება საკმაოდ სერიოზული მშენებლობები მიმდინარეობს იქ. აჭარაში და არა დანარჩენ საქართველოში, არამედ კონკრეტულად აჭარაში. და რუსული კომპანიები ძალიან სერიოზულად წარმოადგენს სამშენებლო კომპანიები აჭარაში და აი ეს ყველაფერი ერთად რო ავიღოთ და მოკლე ანალიზი გავაკეთოთ, მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს და სიფრთხილესთან ერთად გვმართებს ისტორიული მეხსიერების განახლება. ჩვენ უნდა განვიხილოთ ისტორიული მეხსიერება დაწყებული 1921 წლიდან, ცოტა უფრო იქით 1800 წლიდან და რაღაცა დასკვნები გავაკეთოთ. მე ძალიან ვფრთხილობ ახლა ყველა ჩემს სიტყვას ძალიან მოზომილად საუბრობ, რომ არ მინდა არც ჩვენი მაყურებელი და ჩვენი მეგობრები დავზაფრო, არც საკუთარ თავს შეუქმნა რაღაც ის ილუზია, რომ არ იქა
ყველაფერი ცუდად არის და რაღაცა ვაიუშველებელი დაგვემართება, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მოსახლეობას დღეს ჭირდება როგორც არასდროს ერთად ყოფნა და ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის გაგება, რომელიც იქნება გადამწყვეტი აი ამ როცა ოჯახში არის პრობლემა, მშობლებს და შვილებმა და მშობლებმა უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები. შეიძლება მარტო მშობელმა გაითვალისწინოს თავისი ინტერესი და შვილებმა არ გაითვალისწინონ მშობლის და პირიქით, ხო? ისტორიული მეხსიერებაზე რატო ვაკეთებ აპელირებას? ჩვენ ძალიან დიდი შეცდომები დავუშვით. ძალიან დიდი შეცდომები დაშვებული და თუ ვერ გავიაზრებთ ამ შეცდომების ანალიზს ვერ გავაკეთებთ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით და აი ეს შიდა დაპირისპირება, რომელსაც აუცილებლად შეესწებიან ანგლოსაქსები და ამ შემთხვევაში ბრიტანეთი საქართველოში დაძაბო სიტუაცია, ამას უკვე გარდაუვალი არის. ჩემი გადასახედიდან, რა დოზით იქნება ეს და რა რაოდენობით და რა სიცხადით მოხდება და როგორ იქნება, რთული საქმეა ჩემთვის. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საქართველოში მაქსიმალურს გააკეთებენ, ეს ალბათ ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იქნება საქართველოში ხელისუფლების, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურად შეცვლის და მთავარი მიზანი რა არის? მთავარი მიზანი ეს არის არჩევნები, ხო? მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩვენ არჩევნების უკან მოგჩეს. როგორც ადგილობრივი, ასევე საპარლამენტო ვადამდელს თუ ახალ არჩევნებს ეძახიან. ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქამდე მიიყვანონ ხელისუფლება, დაანიშნონ ახალი არჩევნები. მაგრამ ამ ახალ არჩევნებშიც არის გარკვეული პრობლემები. ეს პროცესები როგორც მიდის, ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვი და გავიმეორებ, არავინ არ იცის. თუ დღეს ოპოზიციას აქვს სურვილი ამის მოგების და დარწმუნებულია, შეიძლება ერთ თვეში ესეთი ვითარება იყოს, რომ აბსოლუტურად სხვა ძალები გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე, უკვე გამოსულები, მაგრამ ჯერ არააქტიურები და მოახდინონ ახალი პოლიტიკური ალიანსების შექმნა. ეს ალიანსი აუცილებლად იქნება ისეთი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც გაითვალისწინებს რეგიონში ყველა მეზობლის ინტერესს. და განვითარებიდან გამომდინარე, ვის ინტერესს უფრო მეც გაითვალისწინებს? ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, სამხრეთელი მეზობლის თუ აღმოსავლელი მეზობლის, აი აქ უკვე იქნება კითხვის ნიშნები. ანუ ვინ იქნება, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მიმართავს თავის ძალისხმევას რეგიონში, ანუ საქართველოში ამ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ყველა ჩვენ მეზობელს აქვს თავისი ინტერესები და რა თქმა უნდა, ეს მათი სახელმწიფოებრივი ინტერესებია, ხოლო ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არის, ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს ჯერ კიდევ, მაპატიეთ ამ გამოთქვაზე, იმიტომ რომ საფრთხე საკმაოდ მაღალია და ამავდროულად ძალიან მაშინებს საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გუშინ ავტობუსით მოვდიოდი და რამდენიმე გოგონა ამოვიდნენ სტუდენტები. ანუ მათი გაღიზიანება, მათი ბოღმა, მათი ზიზღი, ყველაფერი იმის მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის საკმაოდ მაღალი და მე რომ ვკითხე ჩემი მეგობრის შვილებს, აი იქნებოდნენ 19 წლის გოგოები, ხო? მითხრა რომ მიშა 90%-ო ახალგაზრდობის აი ამ ჭკუაზე არიან, რაც ჩვენ მოისმინო 1-5-20 წუთი უსმენდი ამ გოგო ბიჭების ერთმანეთთან დიალოგს და არც მალავდნენ. ასახელებდნენ გვარებს, ასახელებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უცენზურო სიტყვებით კი არა, იხსენიებდნენ რომ ესენი, ანუ ნეგატიური განწყობა იყო და ისიც რაც დავაკვირდი, აი ტრანსპორტში ხალხის დამოკიდებულებას რა. ყველას მობეზრდა ის, რაც ახლა ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა დაიღალა იმის შიშით, რომ ხვალიდელი დღეს შენ არა გაქვს ქვეყანას გარანტირებული და როდესაც შიში იმისი, რომ ხვალ არ იცი რა იქნება, ამაზე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა რაც შეიძლება ადამიანზე და ერზე მოხდეს, მე იშვიათად წარმომიდგენია. რომ იცი სამ განცდას ბუნდოვანების. ბუნდოვანება და ეს მე იწვევს შინაგან შფოთს. ეს იწვევს შინაგან გაღიზიანებას და ანუ ღმერთმა დაიფაროს ერთი რომ გაიკრას ასანთის გაკვრა საჭირო და აი ეს გამხმარი ფიჩხის გონა კონები შეიძლება რამდენიმე წუთში ალში გავეხვათ. ამიტომ ნებისმიერ გადაწყვეტილება, რაც ახლა მიიღებს ირანის ხელისუფლება, რაც მიიღებს ისრაელის ხელისუფლება, ჩვენი მეზობლები ჩვენი ინტერესებიდან ვიხელმძღვანელოთ და არა იმ მათ ინტერესებიდან, ვისაც შეუძლიათ ჩვენ
ვინც არის ჩვენი დღემდე კიდე პატრონი, ასე ვთქვათ რა. საიდანაც ჩვენ კიდე მივისწრაფით, ხო? ევროკავშირისკენ რომ მიისწრაფით დღეს და შენ რომ ევროკავშირისკენ განცხადება და მოსახლეობის დიდ ნაწილს თუ მცირე ნაწილს 59%-ია, ხო? კაი, ხელისუფლება მიყვება ამ თავის პარადიგმას, მაგრამ შენ მოსახლეობა რო ხარ, შენ უთხარი შენებას, რა ქვია, ხელისუფალს, რომ ბიძიკო, ეს უკვე მორჩა რა ევროპა, ნუ დაგუპავ, ვერბალურად მაინც გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენ ევროპაში არ როგორც ალიევმა გააკეთა თავის დროზე და თქვი რომ ჩვენი სუვერენიტეტი გვაქვს დასწავლე და ჩვენი ინტერესებიდან ვიმოქმედებთ. ამ შემთხვევაში შეიძლება მოსახლეობა გარკვეულწილად დამშვიდეს. თუმცა კიდე გეუბნებით, მე აქ მოსახლეობის დამშვიდების ვერც ერთ კომპონენტს ვერ ვხედავ. ყოველ დღე, ყოველ საათში იწევს ეს ასე ვთქვათ დუღილის ტემპერატურა და როდესაც ქვეყანაში 25 წლის განმავლობაში არც ერთმა ხელისუფალმა არ მოახდინა აი იმ ორთქლის გამოშვება, რომელიც დაგროვილი არის, ის სადღაც აუცილებლად გაჟონავს. მერტმახას პატარა მითი გაჟონოს დოზით და არ მოხდეს აი კატასტროფა, რომელსაც ქვია აფეთქება. რომ ეს ყველაფერი შიშზე საშიში და აი მუდმივი შიში რო ადამიანს ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ის არ არის ქმედუნარიანი. მისი ქმედუნარიანობა არის პლინტუს ქვევით. ის ვერ გეგმავს ვერაფერს, გარდა აი დღევანდელი დღე როგორმე გადავაგორო. დღეს რაღაცა ვიყიდო, დღეს რაღაცა მივირთვა და პერსპექტივაზე ფიქრი არ არის. ანუ როცა პერსპექტივაზე ვერ ფიქრობს ადამიანი, ის ხდება ყოველდღიურობის მონა და ყოველდღიურობა კიდე რას გვასწვეს? კაცმა გაახილა თვალი, ის დაიბომბა, ეს დაიბომბა, ის დაიბომბა, ეს. როდესაც ჩვენ ლიბერალებს გავეხარდათ აქ, რომ აი რუსეთს აუფეთქესო აეროდრომები დაუბომბეს თვითმფრინავებიო. ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, ის უბედურება, რომ აი მაპატია და მეოთხე დღეა ყველაფერი იბომბება, რის დამბოთ შეიძლება, ხო? აი ამაზე ვინ აგებს პასუხს? და სუმებთან უკვე 20 კილომეტრში მე რო ჩემი მეზობელი გავაღიზიანო და უჩიჩხინო ბოდიში ამ გამოთქმაზე. და მე გამლახოს, ხო ვიქნები ღირსი. შეეშვი რა ძმაო, დაანებე თავი. ანუ ერთი დედის შეგინებით მე გული მოვიფხანე და ამ დედის შეგინების შემდეგ 3 საათი მირტყეს და ოჯახის პრობლემები შეექმნა. ეს არის პოლიტიკოსობა და ესაა ქვეყნის სიყვარული. რუსეთს რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა აუფეთქო შენ, იმის ძალა ყოველთვის ეყოფა. რომ ჯერ თავის მეზობლები მოაქციოს თავის გავლენის ქვეშ. და მე გადაღმა გასცეს ის პასუხი, რა პასუხიც ეკუთვნის, ხო? ანუ რატო აღიზიანებ შენ? ჩვენი ისტორიული აი ბოლოს დაეწერე, ჩვენი ფუნქცია ხო იცით რაც იყო? ბევრჯერ გვითხოვს. ჩვენი ფუნქცია იყო რუსეთს გაღიზიანება. პირველი სამყარო მეუბნება, ინტერესს ვაძლევდი და აი შენ თქვენო კიდე კაი ცოტანი ხართო, მე ვთხარი შულ არა ვარ ცოტანი, საკმაოდ ბევრი ვართ უკვე და აი ხელმოწერებს მინდა დაუბრუნდე. რატომ არის ესეთი მზარდი ინტერესი ხელმოწერების? ეს ხელმოწერები დაუშვათ 1 წლისი რო გაკეთებულიყო, ბატონო და მიხედავთ იმის, რომ ჩვენ ორივე კარგად ვიცით სიტუაცია როგორი იყო შაშან წინ, ასეთი ტემპი არ იქნებოდა, ასეთი მოწადინება ხალხის. ანუ ქვეცნობიერად ისინიც კი ვინც თავგადაკლული მედასავლეთი იყვნენ, ვინც აზროვნებს. მე არ ვამბობ იმას, ვინც ვერ აზროვნებს და საერთოდ გლუვი აქვს იქ თავში რაღაცეები, რაც რუხი ვიშესტოს რო ეძახიან. ვინც აზროვნებს, ის ხვდება, რომ სიტუაცია იცვლება რადიკალურად და არა ისე, როგორც მათ უნდათ. ეხლა სხვა პრობლემაა, ეს უნდა გადალახონ. თავის თავში უნდა მოიძიონ იმისათვის. ისიც არ გაგიკვირდეთ, რომ აი ეს ლიბერალები და გლობალისტები რო რამე მოხდეს მართლა თქვენ თვითი იცვლებაო ხო კონფიგურაცია შეიძლება შეიცვალოს ან გეოპოლიტიკური ძვრები მოხდეს პირველი ყვარყვარეები აღმოჩნდებიან არა ხა მაგ ყველაზე ისეთი სერიოზული კონსერვატორები გახდებიან უცებ ყვარყვარე შეიცვლიან იერს საერთოდ ყვარყვარე იმიტომ არის კლასიკა რომ ყველა დროს ყველანაირ ადამიანზე შეიძლება მოარგო და ჩამოაცვა ყვარყვარეს ნიღაბი კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ისევ ამ ტრაგედიას რომ ეს დატრიალდა ეხლა ხო ჩვენ სამეზობლოში ეს არ არის როგორ ვთქვათ რა ეს არ არის მოულოდნელი ანუ როდესაც წლების ათეულ წლების მანძილზე ხდებოდა აი ამ რეგიონის დუღილის ხან დაბალ ცეცხლზე იყო ხან მაღალ ცეცხლზე იყო რაღაც X მომენტში დადგა აუცილებლობა მე მაინც ვფიქრობ აი 50-50-ზე ვამბობ ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება მე მაინც ვფიქრობ რაღაც დონეზე ეს კონფლიქტი არ გადაიზრდება ბირთვულ და გლობალურ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ თვით ისინი ვინც
ამის წამომწყები არიან, ისინიც არ არიან დაზღვეულები. ანუ როდესაც ადამიანი ქვეყანა იწყებს ომს, მან უნდა იცოდეს, რომ ის შეიძლება აღმოჩნდეს თავისი პროვოცირების და თავის პროვოკაციის მსხვერპლი. მე ასე უყურებ ამ სიტუაციას და დანარჩენი ნახოთ დრო გვიჩვენებს და მსოფლიო ლიდერების ჩვენ კიდე ერთი დიდი ტრაგედია გვაქვს მსოფლიოში. ჩვენ როგორ ეს არის დასავლელი ლიდერების ძალიან დაბალი დონე. აი ტუსკი მაგალითად. ძალიან დაბალი დონე. მაიმუნობა იყო ის რაც ჩაიდინა, რომ იქ ახლა ლაპარაკი იყო სავიზო რეჟიმი აღვადგინოთ ქართველებთანო, ანუ წავართოთ საშუალება იმ მოძრაობის. წარმოიდგინეთ, ემოციებით უფრო ხელმძღვანელობენ. ეს პრინციპში ახლა იქ პოლონურ ელიტებს იმ პილსუდსკის დროიდან ახასიათებდათ. და ეს ნაციონალიზმის დოზა მაღალია იქ და იმას კი არ ფიქრობს, რომ მთელი ის მოქალაქეები, რომლებიც აქედან თავის დროზე წავიდნენ და უკვე აგერ ბარე 2000 წელი ეგ შრომობენ და ოჯახებს ინახავენ, მათ ეკონომიკებსაც ეხმარებიან. ვინაიდან ის რეზიდენტები, ანუ ადგილობრივი მცხოვრებლები, იტალიელები, ესპანელები, ბერძნები, თუ რა ვიცი, სადაც კი ჩვენი ემიგრაციაა წასული, იმ შავ სამუშაოს, რასაც ჩვენგან წასული ხალხი, ჩვენი მოქალაქეები იქ ასრულებენ. იქ უფრო ძვირად ფასობს ადგილობრივი მოსახლეები, უბრალოდ თაკილობენ იმის გაკეთებას, იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ იქ გასამსჯელო სახით. და იქ დიდი სხვაობა გამოდის მათ ეროვნულ ბიუჯეტებში. ანუ მოგება იმისა. ან წარმოიდგინეთ იმ ხელფასები რო დარიგდეს, რასაც თავადის მოქალაქეები ითხოვენ. განახარჯი უფრო მეტი ექნება. ბაუნდავით. ეს პროცენტებია ეს რა თქმა უნდა და არა მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ დიდი წილია. აი პატარ-პატარ პროცენტებით იქნება მე ქვეყნებში ეკონომიკური ან წინსვლა, ან სტაგნაცია. აი ჩვენ გვაქვს ახლა ხო და ეს ბოთეკაცი ითხოვს რომ ქართველებსო შეუზღუდეთო ეს სავიზო რეჟიმი აღადგინეთო. ბოთეკაცი იქ, ბოთეკალი იქ ნახევარზე მეტი საიდუმლო არ არის ნაცისტების შვილები არიან. ანუ ანგარის სწორება და შურის ძიება გვაქვს სახეზე. და შერჩეული ესე ხალხი, ისეთი ხალხი, რომელსაც არ დიდი ინტელექტი აქვს და არც გამოირჩევიან რაღაცა მსოფლმხედველობით და წინსწრებით აზროვნების. ჩვენ გვაქვს ახლა საკურორტო სეზონი, რომელიც პრაქტიკულად უნდა განსაზღვროს ჩვენი ზაფხულის შემოდგომის შემოსავალი, რომლის ჩავარდნის შემთხვევაშიც აღმოჩნდებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში და ნებისმიერი რყევა რეგიონში ჩვენზე აისახება პატარა ქვეყანაზე. ყოველთვის აისახება ძალიან მტკივნეულად. შეიძლება დიდმა ქვეყანამ ვერ იგრძნოს რაღაცა ერთი ეკონომიკის ერთ-ერთი სეგმენტის ჩავარდნა, მაგრამ ტურისტული სეზონი, რომელიც არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, უკიდურესად მნიშვნელოვანი, აი ამას თუ დაემუქრა საფრთხე, აი ომის ფონზე, ჩვენ აღმოჩნდებით კიდე სხვა პრობლემა, ეკონომიკური პრობლემა, ლარის ინფლაცია, იქ მოგეთ ბევრი რამ მოხდება, რაც კიდე ერთხელ ვიმეორებ, რასაც ხელს შეუწყობს და ხელს უწყობს ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ძალიან დაძაბულია ხალხი, უკიდურესად ყველა აზის ნერვებზე, დიდი, პატარა, მდიდარი, ღარიბი, შეძლებული, უპოვარი, ყველა არის ერთნაირ მდგომარეობაში და ეს ყველაფერი არის ერთი რამის გამო. რომ ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში მივდიოდით არასწორი გზით. ეხლა მე ისევ ჩემ პარადიგმას დაუბრუნდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ეს არასწორი გზა იყო დასავლეთისკენ მიმავალი გზა, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს აღმოჩნდა დამღუპელი. არა მარტო საქართველოსთვის. აი ჩვენ ნახეთ და ვხედავთ აი ეს ირან-ისრაელის აი ამ დაპირისპირებას. აქაც დასავლური, რა თქმა უნდა, დასავლური საცეცეები და დასავლური ხელია, თორე მე ღმადა ვარ დარწმუნებული, არც ირანს, რომელიც 80 მილიონიანია და არც ისრაელს, რომელიც გაცილებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ტექნოლოგიურად ტექნოლოგიურად სოფლიოს ბევრ ქვეყანას ფორას მისცემს, არ უნდათ ეს ომი. არავის არ უნდა ომი, მაგრამ ომი უნდათ იმათ, ვისაც თავისი მილიარდები, ტრილიონები გადასარჩენი აქვთ, როდესაც შეიქმნა ვიზუალური რაღაცა ეფემერული ეკონომიკები, აწყობილი რაღაცა ციფრებზე და არანაირი რეალური ამის ქვეშ, არანაირი ნედლეულით არ არის ეს უზრუნველყოფილი. ანუ ძარცვა, რომელიც დასრულდა, ანუ დასავლეთი დაასრულა ძარცვა თავისი კოლონიების და დასავლეთ შეექმნა პრობლემა. ეხლა საჭიროა თავიდან მოხდეს საძარცვის დაბრუნება, ამ შემთხვევაში რუსეთი და
პოსტსაბჭოურ ქვეყნებზეა საუბარი და ამერიკის შეერთებული შტატები რო იძახის რომ მე ისე დიადი მინდა გავხდიო, დიადი უნდა გახდეს, იმიტომ რომ ესე თავისი გადაღებული დოლარით, ეროვნული ვალუტებით, რომ ეს გადაღებული დოლარია, ძარცოს მთელი მსოფლიო, ხო? საქმე გვაქვს რასთან? კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დასავლეთს აქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემა, ანგლოსაქსებს აქვს პრობლემები და ამ პრობლემების გამო ისინი მზად არიან დაიწყონ მესამე მსოფლიო ომი. ისინი არიან ზღვარზე, ან დაიღუპებიან, ნახეთ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს, თავისთავად ჩაიგდეს, თუ ვერ გაიმარჯვეს. პრაქტიკულად ევროკავშირი შეიცვლის საზღვრებს და შეიცვლის მის ეკონომიკურ მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე, ამას დაემატება იმ შესრულების რაოდენობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება აი ამ კონფლიქტის ფონზე და პრაქტიკულად ევროკავშირი სრულდება და დასრულდება ევროკავშირი ასე თუ ისე მაინც დასრულდება 26 წლის ბოლოსთვის. თუ ვერ მოიგეს ეს მოხდება. შანსი ერთადერთი არის დაიპყრონ და აიღონ ახალი კოლონიები, რომლითაც ისინი გაიგზელებენ საზრდოობას. უკვე არის განხეთქილება ამერიკის შეერთებული შტატების საკითხებთან დაკავშირებით საფრანგეთი და ბელგია წინააღმდეგი არიან, ახლა ხომ 18 პაკეტი დაუწესეს რუსებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა და იცით რა, ამდენით არა 60-ით თუ 65%-ით არა, აი 45% მაინც დაუტოვოთ შესაძლებლობა იმისა, რომ რუსული ეს ენერგორესურსები გამოვიყენოთო. აი მაიმუნობაა ისევ და ისევ. თუ ებრძვი ამ ქვეყანას და სანქციებს ასე პერმანენტულად რო უწესებენ 18 პაკეტი, წარმოიდგინეთ 3 წელი გავიდა 18 პაკეტი, კიდე 3 წელი გავა და კიდე 38 ან 40 პაკეტი. 24000 სანქცია. 24000 სანქციის ქვეშ არის დღეს რუსეთი. 24000. და თუ კი ასეთი ნიჭიერები არიან და ასეთი ყოვლისშემძლეები არიან, რატომ ცდილობს თვითონ ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი არა დაუტოვოთ 45% იმის შესაძლებლობისა, რომ ეს რუსული ენერგორესურსები მაინც წამოვიღოთ და ვიყიდოთო. ანუ თან დამოკიდებულები არიან, ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად არის სიტყვები ჯონგლიორობა ეს და არანაირ შედეგზე ეს ორიენტირებული არ არის. ჯონგლიორობის გარდა როგორ არ მინდა ხა ძალიან ესეთი სიტყვები გამოვიყენო ეთერში. მათი კაცებლური არსება, ესენი ხომ კაცებლები არიან. კაცებლები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე სხვისი გაღატაკების, სხვისი დატაცების, სხვისი მკვლელობით იყვნენ დაკავებულები. მეტი მათ ხო არაფერი არ შეუქმნიათ. აი ამ ტექნოლოგიებზე რო გვაქვს საუბარი, გუშინ რამდენიმე წუთი დაგვრჩა, რაღაც დოკუმენტურ ფილმს უყურებდი, როგორ ადამიანებზე როგორ ცდებს ატარებდნენ ფაშისტურ გერმანიაში, ანუ მეორე მსოფლიო ომის, საომლო ომის დროს, ტყვეებზე, ქალებზე, კაცებზე, ბავშვებზე ახალშობილებზე, ანუ ეს მენგელი და კიდე სხვებიც იყვნენ, რომელიც არ არიან ცნობილი და ძალიან ბევრი ამერიკის შეერთებულ შტატებმა შეიფარა ეს ცნობილი ფაქტია და როგორ ამაყობდნენ ისინი, რომ მეორე ხარისხოვან ხალხს რას უშვებოდნენ, როცა ადამიანი დაყოფს თავის თავს პირველ ხარისხოვნად, მეორე ხარისხოვნად, მესამე ხარისხოვნად და თავს უფლებას აძლევს და თან ამ დროს ეკლესიურია ვითომ ქრისტიანია ან მუსლიმია რა არ აქვს მნიშვნელობა და აი ამას აკეთებს, იქ ყველაფერი დასრულებული არის. ის ძარცვა გლეჯვა, ის უბედურება, რაც ჩვენ გავიარეთ. აი, რა გვინდა ხა მეტი მაგალითი, ხო? საქართველოში 92 წელს დაიწყო ქვეყნის მოსპობა, ჩვენ თვალწინ, აი ეს გრძელდება დღემდე, ხო? ერთი ქარხანა, ერთი ფაბრიკა. არო, ისო, რა უღირდაო ბატონ ბიზნესო, იმანიშოს აეშენებია ქარხანაო. კი არ უღირდა, ფულზე აქ არაა ლაპარაკი. იმ სოფლიო ეკონომიკაში რო შეხვედი, შენ არ უნდა გქონდეს საწარმო. იმიტომ კი არა, აშენება ასაშენებელი ფული არ აქვს, არა. ის არ აგაშენებიებს ის შენი პატრონი. იმიტომ რომ შენ რო აქ რაღაცა საწარმო გააკეთო, ის ევროპელ და ამერიკელ, რა ქვია, მეწარმეს უხდები, მათ რა ქვია, კონკურენტად. არა, რაც ქონდა, ისიც წაგართვეს. და შენ არანაირი ჩვენ წმინდა დაშალეს ყველაფერი. ჩვენ თუ არ შევცვალეთ ეკონომიკურ-პოლიტიკური წყობა, არ გადავედით ადამიანურ ურთიერთობებზე. არ გადავედით იმაზე, რომ დღეს მაღაზიაში რო შეხვალ ყოველ დღე ფასები ერთი ბოთლი ლუდი ყველაზე დაბალი ფასი ღირს აი ქილაში ან შუშის ბოთლში 3.4 ლარიდან იწყება და 10 ლარი გახდა ერთი ლუდი, ხო? ასევე ნებისმიერი პროდუქტი რომელიც ახლა ადამიანები ვართ, ახლა ყოველ დღე ხვაშლება ადამიანმა ჭამოს მაკარონი პური, ხო? რაღაც ადამიანო ხო გინდა იგზნო თავი. რაღაც უფლება ხო უნდა მისცე შენ თავს. 17 ლარი ღირდა ბალი. რო შევხედე ასე, კარფურში 17 ლარი ღირდა.
თუმცა 12 ლარი ღირდა ნავთლუღის ბაზარში. ესეც შეიძლება ითქვას 10 ლარი ღირდა, მაგრამ 12 და 17 ლარს რო ბალს დაადე ფას. ის ადამიანი რო შედის და კარფურში სეირნობს ხალხი და ვერ ცარიელი ჩანთებით გამოდის. ან 10 რაღაცას რო ყიდულობს ის ადამიანი რომელიც გამოდის მაღაზიიდან შეურაცხყოფილი, რომელიც მოდის შვილიშვილთან თუ შვილთან და ხელცარიელია, ის პოტენციალურად არის ყველაფერზე წამსვლელი. და როცა დადგება X დღე, ღმერთო დაიფაროს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ. და ყველა თქვენ არ იფიქროთ დასავლეთმა და ჩვენმა ანგლო-საქსების ანალიტიკურმა სამსახურებმა არიციან იმას, ასე ხოლმე მომობ. მომობ იმ დაკვირვებით ჩვენც ქალაქში მოძრაობთ, ჩვენს დავდივარ და ჩვენც ვიცით რა მდგომარეობაა. ალბათ თემას გადაუხვია, მაგრამ საფრთხეებზე მაქვს საუბარი ახლა. მადლობა ბატონ მიხეილ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. ჩვენ შევხვდებით მომდევნო კვირას 4 შაბათს 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.